როდის უნდა მოითხოვო ნასამართლეობა ის თუ მაგალითად შენ უკვე გიწევს საბუთების გაკეთება. ნასამართლეობას ვადა ზოგადად ესპანეთში რომ საქართველოს მოქალაქემ და ესპანეთის რეზიდენტი რომ გახდე აქვს ვადა 3 თვე. აქედან გამომდინარე შენ არ გჭირდება თუ 2 წელი უნდა დაელოდო მაინც ამ საბუთებს წინასწარ მოითხოვო ნასამართლეობა, რადგან მე კიდე ხელახლა მოგიწევს მე ამის აპოსტილი, ამის წვალება და ამიტომ აქედან გამომდინარე სანამ საბუთების დაწყებას რო უკვე მიღვალ წელიწადი და 10 თვე ან აი ესე უკვე შეგიძლია დაიწყო ნასამართლეობაზე ფიქრი. ან ზუსტად 2 წელი რო შეგისრულდება, იმიტომ რომ მანამდე თავიდან რომ მოითხოვო ნასამართლეობა, უბრალოდ ვადა გაუვა და შემდგომ უბრალოდ აზრი არ იქნება. თუ საბუთებზე კონსულტაცია გენდომებათ ან შეტანაზე, შეგიძლიათ WhatsApp-ში პირადში მომწეროთ COVID დართულ ნომერზე და კონსულტაციას ჩაეწეროთ. დანარჩენი სხვა საკითხები რაც და გაინტერესებთ, ასევე მინდა გითხრათ რომ ჩვენ გვაქვს ასევე YouTube პლატფორმაც და TikTok ზესაც ბევრი ვიდეოები იდება, რაც თქვენ შეკითხვას პასუხობს. აქვე დაგემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ, პატივისცემით თქვენი იურისტი ლუკა როსტომაშვილი. ნახვამდის.